გამარჯობა, როგორ ხართ მეგობრებო? დღეს 1 აპრილია და შემოვდივარ წიანდადებით ყოველ წელს 1 აპრილს ყველამ ვილაპარაკოთ სიმართლე. ბავშვობაში მახსოვს ერთ-ერთ ქართულ არხზე გავიდა სიუჟეტი, რომ თბილისის ზღვაში ზვიგენი დაფიქსირდა. ალბათ ვიღაც ბოროტმა ადამიანმა პატარა ზვიგენი გაუშვა და მერე ნელ-ნელა გაიზარდა ეს ზვიგენი რა, ეგ ლოგიკა ეგ იყო. აბა ისე საიდან მოვიდოდა ახლა ზვიგენი შავ ზღვაში, ხო? შავ ზღვაში კი არა და თბილისის ზღვაში. მაშინ დავიჯერე ეს ამბავი, მერე თქვეს რომ საპირველ აპრილო ხუმრობა მოამზადა ტელევიზიამ. მაშინ მეინსტრიმ მედიაში აშკარა დეზინფორმაციის გავრცელება იმდენად წარმოუდგენელი იყო, 1 აპრილს გაზეთები, ტელევიზიები მაიმუნობდნენ ხოლმე, მოგატყუეთ დღეს 1 აპრილია რა, ეგეთ პონჩი. დღეს მამალი ტყუილის თქმა ისეთი ჩვეულებრივი ამბავია, საპირველ აპრილო ხუმრობების კეთებამ აზრი დაკარგა. რაღა საპირველ აპრილო ხუმრობა, ნახევარი ქვეყანა დასანქცირებული ვართ ტყუილების გამო. ამიტომ რაღა საპირველ აპრილო ხუმრობა. ამიტომ შემოვდივარ ინიციატივით 1 აპრილი იყოს სიმართლის დღე. დანარჩენი 364 დღე ჩვეულებრივად იყოს დეზინფორმაციის ნიაღვარი და 1 აპრილი სიმართლები ვისაუბროთ. დღეს პატიკოს ნაცვლად კამერის უკნიდან რაღაცებს მოგვაძახებს არქივა პატიკოს დღეს არ ეცალა რა. აბა შენცი დიდი პასუხისგებლობა გაქვს არქივ პატიკო ისეთებს ამბობდა ხოლმე კამერის უკნიდან რომ ხალხი მაგიტო უყურებს ამ გადაცემას. ვისაც მოგწონთ ეს ინიციატივა რომ 1 აპრილს სიმართლე ვთქვათ ხოლმე, გამოიწერეთ უჯარიმოდ ეს ვიდეო დაალაიქეთ, ზარისღილა კი ჩართეთ და დავიწყოთ. დასრულდა სანაკრებო პაუზა, ისრაელთან ფრე, ლიეტუვას მოუგეთ, თამაშის ხარისხი ძალიან ცუდი, თუმცა პოზიტივიც იყო. ახალმა ფეხბურთელებმა კარგი შთაბეჭდილება დატოვეს. სანიოლი ტრადიციულად სანიოლი იყო და როგორც ყოველთვის არაფერი მისი ბრალი არ ყოფილა. ისრაელთან მატჩის შემდეგ სანიოლმა განაცხადა: გაკვირვებული ვარ, ფეხბურთელები სწრაფად რატომ არ თამაშობდნენ? გეკითხებით ეხა. არქივ, რატო არ თამაშობდნენ ფეხბურთელები სწრაფად? ზურა. რას მიკეთებ? აბა ვინ არის შუაში? სანიოლი? მე რა შუაში ვარ, რა პასუხი არის? აბა ვის მოვკითხო სანიოლს? ძველი ანეკდოტი გახსოვთ ალბათ სამფეხა ცხენზე. ჩემი აზრით ვილი სანიოლი არის სამფეხა ცხენი. აი როგორც იმ ანეკდოტია, ზუსტად ეგ კაცი არის რა. აბა ბიჭო, რას დარბოდნენ ისრაელის ფეხბურთელები მაგის დედავატი. ჩემი აზრით სოფლიო უდიდეს პოლიტიკოს კარგავს ვილის სახით. ცოტა უხერხულად ვარ ამხელა ნიჭის პატრონს მწვრთნელობაზე რომ ვაცდენთ. საქართველოს ნაკრები 3 ცენტრალური მცველით თამაშს უბრუნდება. მოდი გავიხსენოთ რას ამბობდა სანიოლი 6 თვის წინ. ციტირებ. ვფიქრობ, დაცვის 4 ფეხბურთელზე გადასვლა სწორი და დროული გადაწყვეტილება გამოდგა. დავინახეთ, რომ 3 ცენტრალური მცველის პირობებში ისე კარგად ვეღარ ვთამაშობდით. გუნდში თაობათა ცვლა მიმდინარეობს, ამიტომ ვცდილობთ, რომ არა მხოლოდ ამ მომენტისა და შეხვედრებისთვის, არამედ გუნდის სამომავლო წინსვლისთვის აუცილებელია, რომ ახლავე გადავიდეთ ახალ სათამაშო სისტემაზე. 6 თვის წინ. ვილი სანიოლი ახლა. ისევ 3 მცველით ვითამაშებთ. თქვენ ახლა შეიძლება იფიქროთ, რომ სანიოლმა აღიარა შეცდომა, ყველანი ადამიანები ვართ, ვუშვებთ შეცდომებს. არა. სანიოლი არ შემცდარა. გუნდმა ვერ გაკაჩა უბრალოდ, თორემ ვილი სულ მაგარია. ციტირებ ახლა ამ სამცველზე დაბრუნების არგუმენტაციას. გასული წლის შემოდგომაზე ჩატარებულმა თამაშებმა მაჩვენა, რომ 4 მცველიანი ტაქტიკით სათამაშოდ მზად არ ვიყავით. ანუ ახლა დაუკვირდეთ განცხადებას, იქ რო გადავედით 3 მცველიდან 4 მცველზე რო გადავედით, ის იყო სწორი და დროული. ახლა გადავდივართ 4 მცველზე, იმიტომ რომ ვერ გავკაჩეთ რა. ანუ შემოდგომის თამაშებმა აჩვენა, რომ გუნდი ჯერ ვერ გაკაჩავს ვილის ტაქტიკურ დონეს
და დროებით ვუბრუნდებით სამცველიან ტაქტიკას. ხო? რა გაეწყობა? რაც მოვა დრო და ჩვენ ვილის დონემდე მივალთ, რომ ვილი თავისი შესაძლებლობები ბოლომდე გამოავლინოს. ადრე სტუდენტობისას მანსანკანს რო თამაშობდით, რომელიმე გუნდი ბანძ ხუმრობას რო იტყოდა და დარბაზი არ გაიცინებდა, ესე ვიმშვიდობდით ხოლმე თავს, რომ ამ იუმორისთვის ჯერ დარბაზი არ არის მზად. ეგრე ამბობდნენ ხოლმე, რა, ხალხმა ვერ გაიგო სიმონ გაიგე, ანუ ჯერ ადრეა ხალხისთვის ეს დონა. აი, ჩვეულებრივად ვიხუმროთ ტიტანიკზე და მე ნელ-ნელა გადავიდეთ. ჩემ დროს იყო ტიტანიკზე ხუმრობები მოდაში. მოკლედ სანიოლს უნდოდა განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლა, მაგრამ ვერ გამოვდექით მზად. მე ყოველთვის 4 მცველიანი ტაქტიკის მომხრე ვიყავი და პირდაპირ ვიტყვი, ვწდებოდი. სანამ ეგ ტაქტიკა მუშაობდა, საქმეს აკეთებდა, მისთვის ხელისხლება არ შეიძლებოდა, მე ალალად გეუბნებით, ვწდებოდი. არანაირი რომ ჩემ დონემდე ვერ მოხვედით და ვერ გამიქაჩეთ და არა, ვწდებოდი. თუმცა მე ეჭვება რომ მე დამიჯერა სანიოლმა და მაგიტო გადავიდა 4 მცველზე. მე ბერიაშვილის გამოძახებასაც ვიძახდი 2 წლის წინ და ახლა უკვე კაიხნის ადაპტირებული იქნებოდა ნაკრებთან, მაგრამ მაშინ არავინ მომისმინა და მაინც და მაინც ტაქტიკაზე დამიჯერეს, არა მგონია რომ მაინც და მაინც ტაქტიკაზე დამიჯერეს. ამიტომ მე ნუ დამაბრალეთ. ვწდებოდი, თუმცა არაფერ შუაში ვარ. რაც შეეხება პოზიტივს. რამ არა, შევწდი, მაგრამ ჩემ ჭკუაზე არ მომხდარა არაფერი. ჩემ ჭკუაზე რო ყოფილიყო, კი, ჩემი ბრალიც იქნებოდა. შეიძლება ჩემი ბრალიც არის, ხა სანიოლის ბრალი რო არ არის, ხო ვიცით და შეიძლება რაც შეეხება პოზიტივს, რამდენიმე პოზიტივს გამოვყოფდი. კვარას ძალიან მოუხდა კაპიტნობა. კაპიტანი როცა ბოლომდე იხარჯება, სულს და გულზდებს თამაში, სხვა ვერ ისეირნებს. კვარა იქნება კაპიტანი, რომელიც მთელს გუნდს მოქოქავს თავისი მაგალითით. ლიეტუვასთან კვარა თამაშობდა მთელი ემოციით. გუნდი ცოტა მიზინებული იყო და ნელ-ნელა გუნდიც აენთო, გადაედო კვარასგან, ასე ვთქვათ. ამიტომ გონია რომ ეს პოზიტივია, მისი კაპიტნობა, ულოცავ კვარას კაპიტნობას და მისი კაპიტნობით მინიმუმ 4 დიდი ტურნირი გვეთამაშოს. მინიმუმ 4 დიდი ტურნირი. ეს პირველი პოზიტივი. მეორე, ახალი სახეები. გადრანმა ნორმალურად ითამაშა, ბერიაშვილმა კარგად, მამაგეიშვილმა ძალიან კარგად. ივნისში კიდევ უფრო ადაპტირდებიან გუნდთან და შემოდგომისთვის ნაკრებს კიდევ უკეთ დაეხმარებიან იმედია. მესამე პოზიტივი. კარგია რომ ძველ ტაქტიკას ვუბრუნდებით, როგორც ჩანს, ჩვენი ნახევარდაცვის ლიდერების ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ სტრატეგიულ დონეზე დავგეგმოთ რამე 2-3 წლიან პერიოდში და აი ყოველ კონკრეტულ მატჩში რა ვინც იქნება ჯანმრთელად იმის მიხედვით მოვერგებით რა. ეს სამი პოზიტივი შემიძლია გამოვყო. კარგი იქნებოდა უფრო მეტი ახალი სახე გვენახა ამ ამხანაგურებში, განსაკუთრებით ნახევარდაცვაში მეტი ექსპერიმენტი, მეტი მცდელობა, სიტუაციის დაჩქარებაა საჭირო ჩემი აზრით. როცა ახალგაზრდულ ნაკრებს სჭირდებოდა ფეხბურთელები, მაშინ ვართმევდით ხოლმე ლიდერებს და ახლა როცა არაფრის შანსი აღარ ჰქონდათ 21 წლამდელებს, ახლა წამოგვეყვანა 1-3-4 კაცი ახალგაზრდიდან გამოგვეცადა, რავი. ეხა იყო საუკეთესო დრო არა, ახალგაზრდისთვის რო წაგერთმია ფეხბურთელები, აფეს არა შავებდი. საინტერესო იქნებოდა, თქვა, იეგოიანი გვენახა ამ ხანაგურებში სიგუა, სხვადასხვა ვარიანტს ვნახავდით ნახევარდაცვაში, გავიგებდით რამდენად ახლოს არიან ეს ბიჭები ეროვნულის დონესთან და ასე შემდეგ. დაცვაში ასე თუ ისე გამოიკვეთა პოტენციური კანდიდატები, ახალი სახეები, პლუს მალე საზონოვიც დაიწყებს ნელ-ნელა თამაშს, გოგლიჩიძე დაბრუნდება, დაცვაში ოდნავ უკეთესობაა ნახევარდაცვასთან შედარებით, სიღრმის შემადგენლობის სიღრმის თვალსაზრისით. თუმცა კარგი იქნება ნარიმანიძეც, რომ ნელ-ნელა ვნახოთ ახალგაზრდულში, ნელ-ნელა რომ შევაჩვიოთ, ჩემი აზრით ძალიან საინტერესო მცველია. იმედია ივნისში მეორე ამხანაგურსაც დავაორგანიზებთ. ჯერ ვიცით რომ მხოლოდ რუმინეთი ვიცით, მეორეც დაემატება იმედია და კარგად გამოვიყენებთ ივნისის ამხანაგურებს შარშანდელისგან განსხვავებით. შარშან ივნისის ამხანაგურები გავანიავეთ. რასაც ქვია, აი არ გამოგვიყენებია ეგ ამხანაგურები, უბრალოდ ვალი მოვიხადეთ. ეგ შეცდომა აღარ გავიმეოროთ, გთხოვთ. ჩვენს ნაკრებზე დღეს მხოლოდ ამას ვიტყვი და უფრო დეტალურად თუ გინდათ, დაწერეთ კომენტარებში და პოდკასტს ვიჩალიჩებ. თუ
თუ არ გინდათ და ეს იყოს ახლა ამხანაგურები ახლა მეტ ყურადღებას ალბათ არ მოითხოვს. სხვა ნაკრებებზეც ვთქვათ 2-3 სიტყვა. დაახლოებით 1998 წლიდან ვარ სპორტის აქტიური გულშემატკივარი. განსაკუთრებით ქართული ფეხბურთის. 1998 წლიდან დღემდე საქართველოს ნაკრების ყველა თამაში მინახავს, რაც ეთერში გასულა და ყველა ქართული კლუბის ყველა თამაში მინახავს ევროტურნირებზე, თუ კი თეორიული შესაძლებლობა იყო ამ თამაშის ყურების. ამით იმის თქმა მინდა, რომ ჩემთვის გულის ტკენა შეუძლებელია. აი ვერ მაწყენინებ ეხა რა, ჩემი საყვარელი ტურნირია საქართველოს ჩემპიონატი ფეხბურთში, რომელსაც რეიტინგში უსწრებს ლიხტენშტაინი, რომელსაც საერთოდ არ აქვს ჩემპიონატი. აი რა უნდა დამწყვიტოს გული ეხა, ხო? ანუ როგორ წარმოგიდგენია, რომ შეგიძლია მაწყენინო. მოკლედ, აღარ მეგონა ჩემში ეგ ემოცია ისევ თუ არსებობდა, რომ რაღაცაზე გული შეიძლება ჩამწყდეს, მაგრამ იტალიაზე რაღაცნაირად მაინც ჩამწყდა გული რა, ანუ აი აღარ მეგონა თუ გული მეტკინებოდა ოდესმე ფეხბურთის გამო, მაგრამ რაღაცნაირად მეწყინა რა. წარმოვიდგინე, რომ ვარ იტალიელი გულშემატკივარი, დაახლოებით 50 წლის. კარგად მახსოვს 82 წლის იტალიის ნაკრები, იქ ბრინჯაო 90-ის მუნდიალზე, 94-ის მუნდიალი, ისა მერე 2006 და ლიპის იტალია, ეს ყველაფერი მინახავს და ახლა ამას უყურებ. აი რაღაცნაირად შევედი ადამიანების მდგომარეობაში, იტალიის გულშემატკივრების მდგომარეობაში. ჩვენ თასების თასი მოვიგეთ ერთხელ და მაქედან დანარცხება როგორ გვედგინა. ახლა წარმოიდგინეთ 4 მსოფლიო რო გქონდეს. 2 ევროპა, ფინალები, ნახევარფინალები რო აღარც გვახსოვს იმდენი და უცებ დგება მომენტი, საუკეთესო 10 ნომერი ქვეყანას გვყავს რასპადორი. აი ამ ყველაფრიდან ეგრე ეგრე რო დაგუმართნოდა რა. კარგია რომ ეგეთი სიმაღლიდან ჩამოვარდნა არ გამოგვიცდია, მაგრამ რავი, შეიძლება რატო არა რა. ვიყოთ 4 მსოფლიო ჩემპიონი და მე რას იქნება იქ. მართლა ამოუხსნელია ამხელა რესურსის მქონე ქვეყანა, 60 მილიონი ადამიანი, განვითარებული ეკონომიკა, უმდიდრესი ქვეყანა, საოცარი კლიმატი, ტოპ 5 ჩემპიონატში შემავალი შენიში და ჩემპიონატი, უდიდესი ტრადიცია, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სამწვრთნელო სკოლა და ასეთ ქვეყანას პოლიტანოზე უკეთესი გარემარბი არ ყავდეს? აი სიგიჟია რა, ვერანაირი არგუმენტით ვერ აიხსნება. გასაგებია რაღაც მიზეზებს ვიტყვით, რომ არასწორი მენეჯმენტი, კორუფცია, ისა, მაგრამ აი რაციონალურად მაინც არ აიხსნება. 60 მილიონი სამხრეთელი ადამიანი უბრალოდ რომ აიღო და უკაცრიელ კუნძულზე ჩაყარო, რამდენიმე სუპერვარსკვლავი მაინც უნდა გაიზარდოს ყველა შემთხვევაში რა. არც სტადიონები მინდა, არც ტოპ სამწვრთნელო სკოლა, არც ეკონომიკა, არც ჩემპიონატი, 60 მილიონი ვიყოთ ქართველები. დანარჩენი მე ვიცი. აი შანსი არ არის ისეთ 2014 წლის მერე აღარ უთამაშია იტალიას მსოფლიოზე. 2014-ის მერე გულშემატკივრების ერთი თაობა, ცოტა მეტი, გაიზარდა უკვე, რომლებისთვისაც დაახლოებით ერთი დონეა მაკედონია, ბოსნია, უელსი, იტალია. ანუ ამ თაობისთვის ბევრს არაფერს ამბობს რა. ჩემი აზრით, მაგრად აკლია დღევანდელ ფეხბურთს მაგარი იტალიის ნაკრები. მსოფლიოზე გუნდების რაოდენობის ზრდით, ხო, ისედაც რას დაემსგავსა ჯგუფური ეტაპი და კიდე იტალია, დანია და ეგეთი გუნდები რო გაკლდება, ძალიან ცუდია. ევროპისთვის ცოტა მეტი კვოტა უნდა მიეცათ, ფაქტია. კი, ძალიან კარგია კურასაო რო გადის მსოფლიოზე. მართლა კაია. არა, მართლა კაია. ბიჭო, ბევრი რამის გამო არის კარგი რა. მარტო ის რა დღირს, რომ ქართველ ყოვლის მცოდნეებს ახალი გასართობი გვექნება, ვიკამათებთ კურასაო არის მართებული თუ კიურასაო. 1000 კაი რაღაცა იქნება. ფეხბურთის ხიბლიც ეგაა, რომ ყველას თამაშია და არა 6 ერის, მაგრამ
აქაც ოდნავ ზომიერება არის დასაცავი ჩემი აზრით, კვოტით არ უნდა გადიოდე მსოფლიოზე. კაი ნაკრები უნდა ყავდეს და ისე უნდა გადიოდე რა. ანუ იმიტომ რომ გადიხარო არის საშუალება. ეგ არასწორებს რა. მაგრამ აი მაგარი ნაკრები ყავდეს და გახვალ რა, რა პრობლემაა რა. მოკლედ მე მასობრიობას მივესალმები, კურასაოში როგორც უხარიათ ეხა მსოფლიოზე გასვლა 6 სიხარული, როგორ არ გინდა გაიზიარო, მაგრამ ისე უნდა ქნა, რომ აი 10 თავით უკეთესი გუნდი არ დაგრჩეს გარეთ რა და კვოტის გამო ვიღაცა არ გავიდეს. ისე ლამაზი ქვეყანაო ამბობენ ძალიან. წავიდოდა კაცი. ახლა გათამაშება. გამოვავლინოთ გამარჯვებული, ვინ მოიგო წინა ეპიზოდში ბუდუს მაისური. წინა ეპიზოდში რა ფერის ჰქონდა ზურა? წითელი, ხო? მაისური, კი. გამარჯვებული არის კომენტარის ავტორი სახელით მაგარო 1995. გული დაგვიწერა უბრალოდ. მოსაგებად დააკომენტარა. უბრალოდ მოსაგებად. გაამართლა, ტაქტიკამ გაამართლა. წინა ეპიზოდში ჩვენ გავათამაშეთ წითელი ჰაიდენჰაიმის მაისური ბუდუს ხელმოწერით. ეხლა გავათამაშოთ ლურჯი. თუ ცისფერია ეს რა ფერია? ცისფერია თუ ლურჯი? ცისფერია. ხო, მოკლედ. თავარი ის კი არ არის რა ფერია. თავარი არის რომ არის ორიგინალი და ბუდუს ხელმოწერით. კომენტარებში ტრადიციულად დაწერთ, რაც გაგეხარდებათ და რენდომაიზერით გამოვავლენთ. თუმცა ჩვენ კიდევ გვაქვს მეორე გათამაშება, სადაც რენდომაიზერით კი არ ვავლენთ გამარჯვებულს. მე სუბიექტურად მიკერძოებულად ვირჩევ გამარჯვებულს. ოღონდ გამარჯვებულს კი არ ვირჩევ, გამარჯვებულის გამარჯვებულს. არა. გასამარჯვებელ კაცს ვირჩევ. ანუ ერთად ვირჩევ რაღაც რაოდენობის კომენტარებს და მერე გამოვლინე სუპერ გამარჯვებული. ხო, სუპერ გამარჯვებული. ფინალში გადაკავს. ხო, ფინალში გადამყავს. და ასეთი კომენტარი შევარჩიე. ჯეთროთალის შემოქმედება და ჯავახას ვიდეოები ტოლფასია თავიანთი სიდიადით. ხო ტყუილია, მაგრამ რა კაი არის რა. ხო, აი, გასაგებია რომ ტყუილია, ახლა და სადმე და სად ჯეთროთალი, მაგრამ რა კაია. ამიტომ ეს გადავა სუპერფინალში. არქივა დააბრუნეთ, უნდა მოიგო. ეხა არ იფიქროთ, რომ ქების გამო გადამყავს კომენტარები სუპერფინალში, ეს იყო ბოლო საქებარი კომენტარი, რომელიც გადავა ამ ჟანრიდან და არქივას ქებიდან მეტ კომენტარს აღარ გადავიყვან. ეგ კვოტა არქივას ქების და ჩემი ქების კვოტა შესრულებულია. გამოიწერეთ არხი, ვიდეო დალაიქეთ, ზარიზღილაკი ჩართეთ და ყველაფერი იქნება ნორმალურად. აბა დროებით.